უკვე 3 საათზე მეტია, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მაღაროელების აქცია მიმდინარეობს სოლიდარობა მაღაროელებს. სწორედ ეს არის დღევანდელი აქციის მთავარი სლოგანი. გეტყვით, რომ მაღაროელები ჭიათურიდან სპეციალურად დღეს ჩამოვიდნენ, რათა საკუთარი ხმა გააგონონ ხელისუფლებას და ასევე ხალხს ისაუბრონ თავისი გასაჭირის შესახებ. გეტყვით იმას, რომ მაღაროელებს აქვთ რამდენიმე მოთხოვნა, თუმცა მათგან მთავარი არის სწორედ მოთხოვნა ხელფასების დარიგების შესახებ. გეტყვით იმას, რომ როდესაც ჯორჯიან მანგანეზმა შეაჩერა სამუშაოები დროებით ნოემბერში, მაშინ მან უთხრა მაღაროელებს, რომ 60%-ს ხელფასისას მათ გადაუხდიდნენ, თუმცა იანვრიდან დაახლოებით მარტის ჩათვლით მაღაროელები ამბობენ, რომ ეს ხელფასი არ მიუღიათ და ამ 60%-ის მიღებას ითხოვენ ისინი. ასევე ითხოვენ იმასაც, რომ მაღაროები, რომელთა საერთოდ გაჩერების შესახებ მიიღო კომპანიამ გადაწყვეტილება, გადაიბაროს ხელისუფლებამ და შეიქმნას ფონდი, სადაც მაღაროდან წარმოებული პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე გავა, სწორედ ის 5% ჩაირიცხოს ამ ფონდში და სწორედ ამის შემდგომ ეს მოხმარდეს ჭიათურის განვითარებას. სხვა მოთხოვნებიც აქვთ მაღაროელებს, თუმცა მთავარი მოთხოვნები სწორედ ეს არის. ისინი საუბრობენ იმ ყოველდღიურ სამუშაოზე, რასაც ისინი აკეთებენ იმ სიმძიმეებზე, იმ სირთულეებზე და ამბობენ, რომ დღეს 3500-ზე მეტი ადამიანი მათი ოჯახებით არის ყველაფრის გარეშე დარჩენილი. ის რომ მათ საკვები არ აქვთ და ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ და ისინი ითხოვენ, რომ მთავრობა მათ მიხედოს და ასევე გაითვალისწინოს სწორედ ის პრობლემები, რაც მათ აქვთ და ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ მოვისმინოთ დღევანდელ აქციაზე გაკეთებული კომენტარები. გადავწყვიტეთ ჩამოსულიყავით მთავრობის კანცელარიასთან და მოგვეთხოვა ის, რაც ეკუთვნის ჭიათურას. პირველი ეს არის უკვე 2 და 3 თვის დავალიანება სახელმწიფოს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჭიათურისთვის. დღეს ჭიათურა სრულიად არის შიმშილის ზღვარზე, როგორც მაღაროელს უჭერს, ასე უჭერს მთლიანად ჭიათურას. ამიტომ საბანკო პრობლემებია ჭიათურაში მოსაგვარებელი სასწრაფოდ, სახელმწიფო პრობლემებია, სადაზღვევო პრობლემები და ასე შემდეგ. რა უნდა იზნოთ ადამიანს, როდესაც გამოგვიცხადეს, რომ ყველას ბოდიში მომთხოვებს, სიტყვას ფეხებზე კიდიხარ და აღარ შეიძლება თქვენი მუშაობა და ჩვენ ღია კარიერით ვისკათ მომაპოვებასო. ეგ არის ყველაზე დამამცირებელი ჩვენთვის, იმიტომ რომ არავის აღარ ვჭირდებით უკვე ასე გამოვიდა მაგაც სიტყვები და ეგ არის ყველაზე დამამცირებელი, ეგ არის ყველაზე ჩვენთვის მიუღებელი და ეს არის იმიტომ რომ 25 წელი 30 წელი ზოგი მაღაროში მუშაობს და ახლა მაშინ თუ იყო მომგებიანი ჭიათურა და თუ იყო ყველაფერში კარგი და როცა კორონა იყო ვირუსი და ჩვენ რომ მუშაობდა ხალხი რო გეუნებოდა თქვენ მუშაობთ და დაგვიდეგით გვერდშიო, ახლა არ მიგვიდგია გვერდში. ახლა ყველა მიგვატოვა. და არ დავუშვებ იმას, რომ მთელი ქალაქი ეგრე განადგურდეს. არა მარტო მაღაროელების სოლიდარობისთვის, არამედ იმისთვის, რომ ქალაქი არ განადგურდეს. თუ კარიერებს დახურავენ და ვეღარ იმუშავებენ მაღაროელები, მოუწევთ ღია კარიერების გახსნა, იმიტომ რომ მარაგები დღეს თუ ხვალ მაინც ამოეწურებათ მარგანიცის და ისევ დაჭირდებათ და მაინც მოუწევთ ღია კარიერების გახსნა, რაც გამოიწევს ქალაქის დაზიანებას და მოსახლეობაც აღარ იარსებებს, იმიტომ რომ ჭიათურაში სხვა პერსპექტივა იმის, რომ იცხოვრო ქალაქი და კონდეს შემოსავალი და შვილები არ წაიყვანო სოფლიდან სიტყვაზე ქალაქში, სხვა პერსპექტივა არ არის. ერთადერთი სამუშაო არის მაღარო, რომელიც ამუშავებს საბაგიროსაც და ყველა სხვა დანარჩენ რესურსს, რაც კი ჭიათურაში არსებობს. დღეს ჭიათურაში არის უმძიმესი ვითარება, რადგან ხალხი შიმშილის ზღვარზეა, 3 თვეა ხელფასები არ აუღიათ, არც არავის აინტერესებს ეს ხალხი რას აკეთებს, როგორ ირჩენენ თავს, ყველას არ აქვს პენსია, ყველას არ ყავს მილიონერი ბიძაშვილი, მამიდაშვილი, რომ არ ჩინოთ თავიანთი შვილები და რაღაცა ლუკმაპური გადაგვდა, ამიტომ მოვედი მათ მხარდასაჭერად, რომ დაუბრუნდნენ თავის სამუშაოებს და სახელმწიფო მიაქციოს ყურადღება ამ ხალხს. მაღაროელების საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან კვლავ გრძელდება. გეტყვით იმას, რომ ჯერჯერობით მთავრობიდან მათ არავინ გამოხმაურებია, თუმცა მაღაროელებმა რამდენიმე წუთის წინ გვითხრეს, რომ ისინი აპირებენ, რომ მარშით გაემართონ საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ. ისინი ამბობენ, რომ არ აპირებენ გაჩერებას და ისინი გააგრძელებენ ბრძოლას იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.